ცოტა გემოები რო გავხსნათ და მეტი ვილაპარაკოთ. რა უნდა ამას? ამას უნდა აბიგლუკოზა. აბიგლუკოზა, აი ეს ელიმნის არაყი. სხვათა შორის ჩემი გამზადებულია. აბა ჩემო ჯიგრებო დღეს დეგუსტაცია ექსპერტიზა ჩაუტაროთ წისქვილის ხინკალს. აი 20 ცალი ხინკალი შევიძინეთ ახლა ჩვენ და ნახოთ აბა რა მოვიდა, როგორ მოვიდა. მოტანით მოიტანეს ძალიან კულტურულად ეს ციცაკა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ორივე ერთმანეთზე. ასე გადახლართული, აგერ ბატონებო, აი ესეთი შეფუთვით მოგვივიდა. მოკლედ, რაც საინტერესოც არ უნდა იყოს, ქვით არის რა. ქვით არის არ მოუტანიათ რა. აი ესე აწერია 20 ცალი ქალაქური. გავხსნათ ახლა მოდით. ჩვენ ესე ლამაზად. იქნებ სადმე იქნება აქ არის შიგნით ქვით არის. არანაირი ქვით არის არ არის. მოკლედ ლევია რა, ეტყობა ლევი ტავარი. ქვით არის არ აქვს. ეს მინუსი, პირველი მინუსი რომ ქვით არის არ აქვს რა. მაგრამ მაგ მინუსს ჩვენ ავიტანთ, რა თქმა უნდა, მთავარია ხინკალი. ხინკალი იყოს ცხელი და კარგი. ერთ ცალი გავხსნათ ჯერ უცებ. ორს ვერ მოვერევი და ამიტომ დიდად არ გავხსნათ. აი ეს ძალიან მომწონს, აი ეს შეფუთვა, ნახეთ როგორი შეფუთვაა. აი როგორც ვაკუუმში და ხინკლებიც ცხელი ჩანს. ვა, ეს ლამაზია და მართლაც კარგია რა. მე კი მაქვს სინა აქ და შემიძლია გადმოვიღო, მაგრამ აქაც შეიძლება რა, ცხლად იყოს, მაგრამ მოდი რა მაინც ლამაზად იყოს რა. ქართულია მაინც უფრო და ხინკალი ჩვენი ეროვნული ესაა, რა ქვია, საგანძური და გიცეთ რა ისეთი ფორმა, როგორცაც იმსახურებს ჩვენი ხინკალი. მოკლედ ახლა ჩვენ ეს არ დაგჭირდება. ეს აი, შავი პიმპილი ესეთი ყოველთვის ჯობია, მოვაყაროთ. აბა ერთი გავსინჯოთ ახლა პირველი ვნახოთ სიცხეა მთავარი, ცხელი არ არის ცხელი. აი ამ ახალ შეფუთვაში წეს უფრო ცხელი უნდა იყოს. ცხელი ნორმალურია. ქაფქაფ არ არის, მაგრამ ნორმალურია და კაია. ახლა დანარჩენს შევხედოთ. ცომით კარგია, სხვათა შორის, არ არის ცუდი ცომი. კიდე ერთის უნდა ვნახოთ რა. მაგრამ ეს არის რაღაცა, ინახეთ. ერთი ესეთი ფორმისაა. ზოგი ცოტა მოჭმოჭნულია. მოკლედ ფორმა თვითონ ხინკლის, მაინდა-მაინც თქვა რომ კაი ფორმა აქვს, ვერ იტყვი რა. ზოგი დიდია, ზოგი პატარა, ანუ რაღაცა ერთ სტანდარტში არ აზის რა. წინა ხინკალში ხორცი მეტი იყო, ამ ხინკალში ხორცი ნაკლებია. აი ნახეთ რა. ნახევარიც არ მაქვს მოკვეჩილი იმისი და ეს ცოტაა, ესე ცოტა არ უნდა იყოს. ხინკალს შენ ახლა ყიდი. ხო, ის არ მოგვივიდა ქვით არის და მინდა გითხრათ რომ 20 წელში გადავიხადეთ 56 ლარი. ანუ თითო ხინკალი ღირს 2 და 80. აბა ჩემო კარგებო, ცოტა გემოები რო გავხსნათ და მეტი ვილაპარაკოთ. რა უნდა ამას? ამას უნდა აბიგლუკოზა. აი ეს ელიმნის არაყი. სხვათა შორის ჩემი გამზადებულია. ესეც სარყე ყანწი. ხო და მოდი ერთი გადავკრათ. აბა ისე ამ მარხვაში ხინკლის ჭამა მაინდა-მაინც კი არ არის მიზანში შეწონილი, მაგრამ პავლე მოციქული გვასწავლის რომ ჭამეთ ხორცი, კაცის ჭამას დაანებეთ თავიო. რა თქმა უნდა, ვინც მარხულობს ყველას რა ვიცი, მისცეს საშუალება ძალა, ლოცვის, შეეწიოს უფალი. მე რა ვიცი, პატიებას ვითხოვ და აბა გაგიმარჯოთ ყველათ. ეს ბწარია და თქვენ ტკბილად მეყოლეთ რა. კაია. ერთი რამოდენიმე წამი. და ისევ დავუბრუნდეთ ხინკალს. ერთი ცალი კიდე გავსინჯოთ რა. ეს გავსინჯოთ რა ვნახოთ. და ახლა უბრალოდ შევაფასოთ ცომი, ხორცი შიგნით.
მოკლედ, რომ გითხრათ, ჩემი მოსაზრება, ცომი აქვს, სხვათა შორის, კარგი. თხელი ცომია, არც გახეულა არც ერთი, ეს პლუსი არის სერიოზული. მაგრამ აი რაღაცა ხინკლის ცომი რო არის, ცოტა რუხი რო უნდა იყოს. აი ესეთი არ არის, აი კაი ხინკლის, აი ზოგს აქვს ესეთი ხინკალის, აი ესეთი გემო აქვს თვითონ იმ ცომსაც, აი თიანეთში აკეთებენ, პასბეკში აკეთებენ. აი ხორცთან კოჰაბიტაციაშია. თითქოს აქ როგორ ცომი ცალკეა, ხორცი ცალკეა. საერთოდ ვერ იტყვი, ხო, თხელია, კი, ცომი თხელია, ყველაფერი, მაგრამ აი რაღაცა თითქოს აი ხინკლის ცომის იმას არ ტოვებს რა. აი შეგრძნებას, აი ხინკლის ცომის შეგრძნებას არ ტოვებს. თითქოს აი ყველაფერი არის ესეთი იყო ზოგადად საბჭოთა კავშირის გოსტით გაკეთებული, ხო, არ უნდა გაიხეს ზომა ისეთია რაღაცა, მაგრამ რაღაცა კლია რა. ეგეთი თემა. მოდი ახლა ლუდი დავასხათ თან, მანამდე, სანამ კიდე ერთ ცალს გავსინჯავთ. ხო, სულ მეუბნებიან ჩემო საყვარლებო კარგებო, რომ ნიკორაზეო, სუცი ძახიო. ბიჭო, სოსისები არ უარგად და აბა რას ვიტყვი ახლა რა, სოსისები არ მომწონს და ისე ახლა ვიტყვი, კარგს ვიტყვი იმას, რომ აი დღეს შემხვდა და მაგრამ მარტო დღეს ხანდახან ხდება ხოლმე ესეთი რამე, ეს არის ლუდი ბენედიქტერი. გერმანული ლუდია, ფასდაკლებით იყო სხვათა შორის, 4 ლარი ღირდა მინის კილაში და მინის კილას არაფერი არ ჯობია და რავი რა გითხრათ, ესე იგი ეს ჩვენი ბენედიქტერი ამ მინის კილაში შევიძინე, გაზით დავასხავ ამას მე, როგორც ყოველთვის, გაზით მეთქი უпроსტად კაფით. ბევრს გონია რომ კაფი რაღაცა, კაფით უნდა იყოს ზუსტად დასხმული ლუდი, რომ მუცელში არ აფეთქდეს. მე ის გაზი უაზროთ ესე დაცერავებულად შეგვიძლია ჩვენ დავასხოთ, მაგრამ არა, აი ესე რა. ეს მინდა გითხრათ, რომ ეს ვიცი, ზოგი მწერს ხოლმე, ესე ვიცი ხო, დავაცერავებ და ისე დავასხავ, რომ საერთოდ ხო, ნუ გასაგებია, რომ ეს არ ექნება, რა ქვია. გრამი იმისი, რა ქვია, კაფის, მაგრამ კაფი საჭიროა ლუდისთვის აუცილებლად და ის მალევე ჯდება რა თან რა. და ეს არის ამათთვის მინდა გითხრათ, რომ კარგი რამბავია ძალიან, რომ კაი ლუდია ძალიან ეს და კაი ფაშია და როდის იქნება ნეტა ჩვენთან საქართველოში, რომ აქ ჩამოასხავენ ისეთ ლუდებს, როგორცაც ასხავენ ჩეხეთში, გერმანიაში, ბელგიაში, წყალი კარგი გვაქვს ლუდი. სამწუხაროდ თითზე ჩამოსათვლელი. და ამაზეც გვექნება კაი გადაცემები, თითზე ჩამოსათვლელი სახარშებია, რომელიც ხარშავენ, თორე ეს მასიურად რაც არის სამწუხაროდ უარგისი ეს ლუდები. მოდი ერთი ახლა ლუდიც მივაყოლოთ, ახლა მეტყვან ლუდი არახთან როგორ შეიძლებაო, მაგრამ ესენი რომ ერთმანეთში კოჰაბიტაციაში არიან, არაყი და ლუდი, ეგრე არც ერთი რა. ცოტა დავლიოთ, მე კიდე მივაყოლოთ. ლუდი კაია რა. კაია თადმინის მაში. მართლაც კაია და მოდი ერთი ცალიც მივაყოლოთ კიდე და მე უკვე საბოლოო ვერდიქტი გამოვიტანოთ ხინკლის რა. აი, ხოცომი ესეთია, მაგრამ კუჭიანს ვერ შეჭამ. აი, კუჭით ვერ შეჭამ, ხო უყარს კუჭას რომ მიაყოლებს ხოლმე. აი, რაღაც ესეთი არის, რომ კუჭი, აი, რაღაც აი, მოგეუბნებით, აი, ეს ხინკლის ცომისგან გასულია გვერდზე რა. აი, არა აქ, აი, ხინკლის ცომის აი სიგემრიელე რა. ესე იგი, ხა ბოლო ვერდიქტზე გადავიდეთ. ავიწყოთ პლუსებით, მინუსებით. დიდი პლუსი აი კონტეინერს რა. რო აი არ იწუწება, რო ხსნი და მე უბრალოდ ახლა გადმოვიღე ამ სინაზე, იმიტომ რომ ეს ქართული ვარიანტია რა. მე მიყვარს ეს ხე, ანწი, რაღაც კათხა ლამაზი რა, პლასმას არ ვცემ პატივს საერთო ჯამში და მაგრამ აი იქვე შეგიძლია მოხადო, იქვე მოაყარო წიწაკა, მირთვა და დიდი პლუსი დაუწეროთ შეფუთვას რა. ეხლა გადავიდეთ მინუსზე. მინუსი სერიოზული ის რომ ქვითარი არ მოყვარა, გავხსენი და ქვითარი არა აქვს. კი, მე ვიცი რამდენიც გადავიხადი, მაგრამ ქვითარი უნდა მოაყოლონ რა იმას რა ქვია პროდუქტს. ეს მინუსი. ხა უნდა გადავიდეთ მესამეზე. ცხელი იყო, ცხელი მოიტანეს, კარგია და ეს ისევ იმ კონტეინერის დამსახურებაა. ცომზე აი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არც ერთი არ გახეულა ცომი. კარგი ზომისა, მაგრამ აი ხინკლის ცომი არა აქვს და აი როგორ საშუალოდ შევაფასებდი ამ ცომის თემას. რაც შეეხება შიგთავს. შიგთავზე მინდა ასევე გითხრათ, რომ აი შიგთავსიც როგორ აიცით, აი ხო აი ხორცი არის, მაგრამ შევატყვი რომ ერთ ხინკალში ცოტა მეტი იყო ხორცი, მეორე ხინკალში ცოტა ნაკლები იყო ხორცი. ეს ერთი ფორმებიც აი რაღაც ცოტა განსხვავებულია ხინკლის ფორმები. და საერთოდ თვითონ აი ხინკლის ფორმასა რო შეხედავთ, ნუ არ არის რაღაცა ისეთი რა, მოსაწონი ფორმა, ეს მეორე. მაგრამ შიგთავსი თვითონ ხორცის შიგთავზეც ხო ვერ ვიტყვით რომ აი
გემრიელია რა, აი ხიკალს რო წვენი აქვს სხვათა შორის, აქვე მინდა გითხრათ, წვენი აქვს, მაგრამ აი ზუსტად ისაა რომ აი ხორცის წვენი, აი ეს წიწაკა, შიგნით წითელი რომელიც უნდა კონდეს, აი ეს ძირა, აი ეს ყველაფერი, აი ბუკეტი რასაც ქვია რა, ხო? აი ეს გემოები რატომღაც არ იგზნობა რა. და ფასი ახლა 10 წალი, 28 ლარი, 20 წალი, 56, ანუ 2 და 80, მე ვფიქრობ საკმაოდ ძვირია ამ ხინკლისთვის, არ არის იაფი. ნუ 10 ის რო იყოს, რა ქვია, ქულა შეფასების, 10 ბალიანი, მაქსიმუმ მე შევაფასებდი ამას მაქსიმუმ 7, 6-7. ნუ ჰიგიენურად აი ეს არის მთავარი, რომ ვისაც აი ბავშვები ყავს, ჰიგიენა უნდა, რაღაცა უნდა, კარგია რომ აი ეს შეფუთული მოვიდა რა, თლიანად შეფუთული მოვიდა და აი რაღაცა აი კურიერის წაღების დროს, წამოღების დროს არაფერი არ ჩაიყრება, არაფერი არ იმას იზამს. მაგრამ ახლა დანარჩენი ხინკალთან მიმართებით საკმაოდ ძვირია ჩემი აზრით და ნუ მე პირადად რა გითხრათ რა, ვერ აღთოვანდი, ნამდვილად ვერ აღთოვანდი, კონკრეტულად აი ამ ხინკლით ვერ აღთოვანდი. მაგრამ ცუდსაც ვერ ვიტყვი, ესე მოდი პირდაპირ ვთქვათ რა. საშუალო ხინკალია რა, საშუალო ხინკალია რა. და ბოლოს კიდე ერთი ცალი და მივაყოლოთ და ლუდიც ჩავარახრახოთ. აბა ჩემო კარგებო, არქით დავილოცეთ, პატრიარქმა გვაკურთხა ლუდითაც თქვით სადღეგრძელოებიო, აგერ ლუდის დაგვრჩა ცოტა და უფალმა მშვიდობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება არ მოგაკროთ, სიხარული, სიყვარული, რაც თავარია. აი ერთმანეთის პატივისცემა. შეიძლება რაღაცა აზრებში არ დავემთხვეთ, მაგრამ არ უნდა შევჭამოთ. ჩვენი აზრი უნდა გამოვთქვათ კულტურულად, ლამაზად, გემრიელად და აქვე გეტყვით, ვინც მიყურებთ, ვინც უყურებთ ჩემს გადაცემებს. როგორც YouTube-ზე, ასევე Facebook-ზე, ასევე TikTok-ზე. TikTok-ზე ჭირს სხვათა შორის, იმიტომ რომ სადაც ლუდი და ღვინო გამოჩნდება, რატომღაც TikTok-ი ბლოკავს, დედის გინებას არ ბლოკავს. ლუდს, ღვინოს თუ დაინახავს და თუ ინვეს დალოცავ, მაშინ დაბლოკილი ხარ TikTok-ზე, ამიტომ ვინც TikTok-ზე მიყურებთ, გადმოდით Facebook-ზე და YouTube-ზე. დამიწერეთ, რომელი კერძები დავაგემოვნოთ, რომელი რესტორნიდან გამოვიძახოთ. რომელი რეცეპტი დავდოთ, იცით რომ რეცეპტებსაც ვდებ მე ძირითადად, რომელი კერძი გაინტერესებთ და როგორც ყოველთვის შემოსაყვარლებო, თქვენი ხმალი და აგერ ჩემი კისერი. აბა, სულ გამარჯვებულები და გახარებულები მეგობრებო.